Hola, გამარჯობა. მოკლედ დღეს გადავწყვიტე რომ განახოთ პორტო. ყველაფერს ვერ მოვასწრებ ვიდეოში, მაგრამ ძირითად ადგილებს განახებთ. და მე კიდე ცალკე ვიდეოს ჩავწერ იმ ადგილებზე, რასაც ვერ მოვასწრებ. არა. მავთული უცებ კალიათ მომეჩვენა და რამხელა შევკივლე. ღმერთო. გაუთავებელი შეკითხვა, რომელიც ჯობს, ლისაბონი თუ პორტო? მე მაგალითად ამ პასუხში ვარ ძალიან სუბიექტური. და რატომ? ჩემთვის პორტო ასოცირდება რუტინასთან, ჩამოსვლის პირველივე დღიდან, ასე თუ ისე. ხოლო ლისაბონი ასოცირდება ჩემთვის დასვენებასთან, რუტინიდან გაქცევასთან. ლისაბონში როდესაც მივდივარ, ყოველთვის რაღაცა გასართობად მივდივარ სამოგზაუროდ, ხოლო პორტო ყოველთვის ასოცირდება რაღაც რუტინასთან. ამიტომ მე ლისაბონი მირჩევნია. ზოგადად არ მიყვარს, როდესაც ვარ რუტინის ნაწილი. პორტოში რუტინის ნაწილი ვარ. იმას არ ვამბობ, რომ პორტო არ არის ლამაზი ქალაქი. ულამაზესი ქალაქია და ყოველდღე ვტყვევი ამ ქალაქის ილამაზით. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს პირველად ვნახულობ ამ ქუჩებს, იმდენად ლამაზია, მაგრამ ლისაბონი მაინც ბევრად უფრო მომწონს მე პირადად. და ამას აქვს თავისი სუბიექტური მიზეზი, როგორც ვქო თქვენ. აი ამ ეკლესიასთან ახლოს ცხოვრობ. და ფანჯრიდან ეს ეკლესია ჩანს ჩემთან. ამე ისე ლამაზად ანათებს ხოლმე ვზივარ და ვუყურებ. აი ამ ბოლიაოს მეტროს ადგურთან თუ ამოხვალთ, მოხვდებით ამ ულამაზეს ტაძართან. ამ ტაძარს ქართულად ქვია სული სამლოცველო. და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა პორტოში. აქვე არის პორტოში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ქუჩა, რომელიც არის ყველაზე ხალხმრავალი ქუჩა და აქ შეგიძლიათ იშოპინგოთ, დაისვენოთ, კაფეებში დასხდეთ. ამას ხურდას რო ჩაუგდებ, ამოძრავდება მე. მოდი ახლა ჩავუგდებ ხურდს. ეს არის ბოლიაოს ბაზარი და დაახლოებით იგივეა, როგორც ჩვენთან არის ორბელიანის ბაზარი. ანუ დაბლა შეგიძლიათ საკვები შეიძინოთ, ხილი, ბოსტნეული, მაღლა გამოფენა, რაღაცებს ყიდიან, აქვე არის კაფე-ბარებიც და მოკლედ დაახლოებით იგივეა, მაგრამ ჩემი აზრით ჩვენი ორბელიანის ბაზარი სჯობს. აქ მესამე სართულზე არის გამოფენები, დახლები, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა ნივთები შეიძინოთ და კიდე ღია კაფეები. აქ ესენი ახლა არიან ცხოველთა უფლებადამცველები და პერფორმანსი აქვთ, ტელევიზორი აქვთ ჩამოკიდებული და აჩვენებენ ეკრანზე როგორ კლავენ და ატყავებენ ცხოველებს. ზოგადად სულ მახურავს კეპი. განსაკუთრებით კიდე ზაფხულში. ნუ ზამთარში თუ მზე არის, სულ კეპი მახურავს. დღეს რატომაც გადავწყვიტე რომ არ დავიხურო. იმიტომ რომ მეთქი ყველა ვიდეო კეპით მაქვს და რაღაცა მრავალფეროვნებისთვის მოდი დღეს კეპის გარეშე გადავიდოთ და შევწუხდი. აი სახე დამეჭმჭნა, რასაც ქვია. აი ეს მზერ სახეზე რომ მანათებს, აი არ შემიძლია, ვერ ვიტან. და ხა ძალიან ნანობ და ამის მერე სულ კეპს დავიხურავ. ეხლა უნდა გავჩერდე სადმე და მზის განდამცავში უნდა ვიბანავო, რასაც ქვია, იმიტომ რომ გონია რომ სახე მიბერდება ეხლა ეს მზე რომ მანათებს პირდაპირ სახეზე და თვალებზე. თვალების ცალკება.
ძალიან დავიღალე. კარდიო გამომივიდა. აი მე ამ კიბებს არ უჩანს დასასრული. სახე გამძვრა. გრაფიტების გამო ვიძრომიალე ეგ დაუსრულებელი კიბები. იმიტომ რომ გზა ამერია და კრუგის დარტყმა მომიწია, თორე ისე მარტივად ჩამოდიხარ აი აქედან, დაბლა და მე პირდაპირ მაგ ხიდთან მიდიხარ და მე პირიქით მომიწია ახლა და აი ძალიან დავიყარე. ესეც ლუისის ხიდი უკან, უბრალოდ მე მეშინია მარტო გადასვლა, იმიტომ რომ სიმაღლის მეშინია და ეს ფირფიტები რომ გრძნობ რომ ამ რკინის ფირფიტებზე დავდივარ, გული მისკდება ხოლმე. რეალურად საშიში არაფერი არ არის, მე კი არა მატარებელი გადის მაგ ხიდზე, მაგრამ მე რადგან სიმაღლის მეშინია ვერ გადავდივარ ხოლმე მარტო. ახლა შევეცდები გადავიდე, ან ვინმეს ავერტორღიალო, მაგრამ ნახოთ. ანუ ეს არის ხიდის ქვედა სართული. და მე არის მეორე სართული. აქ არის ასფალტი და მაგ და არ მეშინია, მყარად გრძნობ თავს და ბაბუები აქაც თამაშობენ კარts ეზოში. მე მგონი დღეს ვერ ვასწრებ ყველაფრის ნახვას. იმიტომ რომ თან ტელეფონი დამიჯდა და ვტენიდი. ეს ხედი იშლება სასტუმროდან, სასტუმროს სახელს ამ ვიდეოს დავაწერ აქ თავზე. და ეს სასტუმრო არის ხიდის მეორე მხარეს, გაიაში. ულამაზესი ხედია, პანორამა ხედია. სასტუმრო შეგიძლიათ მოგწანდეთ, ჭამოთ. მე ახლა ტელეფონი დამიჯდა და მოვედი აქ, რომ თან ტელეფონი დამეტენა და თან მეჭამა. და სანამ ჭამდი ტელეფონით დაიტენა, უკვე მოსაღამოდა და წესიერად სხვა ვიდეოების გადაღებას ვერ ვასწრებ ალბათ. არა ულამაზესი ადგილია და ძალიან მიყვარს ეს ადგილი, ხშირად მოდივარ ხოლმე აქ. ფასებიც ნორმალურია. და აი ეს ფუწუწები რა უბედურება. აგერ არის ეს ხიდი. მე მაგ ხიდზე გადამსვლელი არ ვარ, მარტო შანსი არ არის. უნდა დავამართო შუა ხიდზე პანიკა. სანამ ჭამე ჩემი ტელეფონიც დაიტენა, ახლა ავდგები და წავალ ისევ ცენტრში. რაღაცები გადავიღო კიდე. ასეთი ლამაზი არის შეგინდა ეს სასტუმრო. წინავე წელს ჩემო მეგობარმა მენახა და იმის შემდეგ გამოვიჩემე ეს ადგილიც. ცოტა შორს არის ცენტრიდან, მაგრამ სანახავად მაინც ღირს. და ძალიან მშვიდი ადგილია. ხედია, ბევრი ხალხი არ არის, ლამაზი გარემოა. რა შვენიერი ადგილია. ჩემი მეგობარი ვისანთაც ვაკეთებ ამ YouTube-ს მეუბნება ხოლმე, რომ როდესაც რაღაცას შეჭამო, გადაიღეო მაგაზეო, მთელი კონტენტი შეიძლება შევქმნასო და აი არ შემიძლია გემოები პირში და ნებოდა და ეგეთ რაღაცებს ვერ დავიწყე. აი ვერ აღწერ ხა საჭმელი როგორი გემრიელი იყო და პირში როგორ დნებოდა გემოები და ეგეთ რაღაცებს. ხო და დათო მაპატიე, მაგრამ საჭმლის კონტენტს ვერ გავაკეთებ. არ შემიძლია. ვიდეო რო დავდე ძალიან ლამაზი რესტორნიდან. გამოვიდა რეალურად ეგ ვიდეო დაახლოებით 2 წუთი და მაგაზე მითხრა რომ ხალხი თელ კონტენტს დებს რესტორნიდან 2 წუთიანი ვიდეო რანერად გადაიღო და ხალხი კონტენტს რო დებს ლაპარაკობს საჭმელზე და მე ვერ ვილაპარაკებ საჭმელზე. იმიტომ რომ არ მესმის თან საჭმლის თემა. Angolano. Where come from? You? You welcome What from? do you think? Angola. მოკლედ ამ ქალაქში მზის ჩასვლა არის დღესასწაული. ეს ამდენი ხალხი ახლა შეყრებილია, იმიტომ რომ ამ ადგილიდან ერთად უყურონ მზის ჩასვლას.
და ასე ყოველთვის. ყველანაირ ამინდში. ზეაც ივაწვიმა, აქ ყოველთვის ხალხია და მზის შესვლას უყურებენ. ამ ადგილზე წინა წელს გქონდა ხელის თხოვნა. გოგა და სალომე, თუ უყურებთ ამ ვიდეოს, გაგახსენდებათ ეს ადგილი. მოკითხვა პორტოდან. ანუ მარტო იქ არ დგას ხალხი. აი ნახეთ, ეს ადგილი სულ ხალხით არის გავსებული. აი ხიდის ფირვიტებს შორის რომ პატარა დაშორებებია და მან დრო ვიხედები და მაგ სივრცეს რომ ხედავ რა სიმაღლეზე ვარ, თავბრუ მეხვევა. აი გეგონება მაგ პატარა დაშორებაში ჩავეტევი და ჩავარდები სადმე, მაგრამ არა, ვერ გადავედი. ამიტომ ახლა ჩამოვდივარ დაბლა, რომ ხიდის დაბლიდან გადავიდე მეორე მხარეს. მე ეხლა არ ვიცი რატო გამახსენდა, მაგრამ გამახსენდა ერთი რაღაც. საერთოდ მომაჩემმა თვალზე მითხრა, რომ ჩვენ თავადები ვიყავთ, შენგელები თავადები არიანო, სადღაც წავიკითხეო. ხო და ხა მე მომეწონა იგივე და ასეთ ინტერნეტში არ გადავამოწვა, რატო გადავამოწვი, მომეწონა და დავიჯერე. და ვებლატავები ერთხელ ვებლატავები რა, ანუ ხუმრობით ვებლატავი, მე ხუმრები ჩემს მეგობარს რომ მეთქი შეგლეხო მე თავადი ვარ იცით ხო და მე რა მეგობარმა დაგუგლა. მე რაც მე გავაკეთე, გააკეთა მაგან და მოაგდო რომ შენგელიები იყვნენ მეჯოგებიო. ხო და იმის მერე მეძახის მეჯოგე ხალს. ჩემი დებილი ტელეფონი რომ დაჯდა, ვერ მოვასწარი დღის სინათლეზე კიდევ ბევრი ადგილის გადაღება სამწუხაროდ. მაგალითად აი ეს ადგილი სადაც ვარ, დღის შუქზე არის ულამაზესი. ნუ ეხლაც ლამაზია, მაგრამ უბრალოდ ჩემი ტელეფონი ვერ იღებს კარგად საღამოს სინათლეზე. ანუ ეს არის თავარი ცენტრი, მოედანი. ამ ხიდის აქეთ არის პორტო, ხიდის მეორე მხარეს არის გაია. გაია ითვლება როგორც ცალკე ქალაქი და პორტო სხვა ქალაქია და გაია სხვა, როგორც ადგილობრივი მეუბნებიან, მაგრამ ჩემი აღქმით პორტო არის ქალაქი და გაია არის როგორც მაგალითად ვარკეთილი. ანუ ვარკეთილი ხო თბილისია, გაიაც პორტოა. მე ეგრე აღვიქვა. ახალ სეირნობდი და უცებ მისთვის ქართულად საუბარი და შევიხარე და ორი ძალიან ლამაზი გოგო, აი მართლა რომ გამოარჩევდი ყველასგან ისეთი და თავიდან მომერიდა რა მისვლა და ჩავუარე და მე გულმა ვერ გამიწლა მაინც და უკან დავბრუნდი და გამოველაპარაკე და სუსტად 1 საათი საუბრობდით. აი ძალიან რაღაცნაირად გული გამithვა ეგენი რომ ნახე. და ის და რაც ყველაზე მთავარია, მართლა თვალს ეს სიამონა მათი დანახვა. განსაკუთრებულად ლამაზები რო იყვნენ ყველასგან. რომში ცხოვრობენ, იქ სწავლობენ და ცოტა ხანი არიან პორტოში ჩამოსულები. და ძალიან გამიხარდა რომ ვნახე. Just one more time.